ერთი წელია თითქმის ვცდილობ კესარიას დედის დათანხმებას ინტერვიუზე და ყოველთვის მესმოდა მისი, როდესაც ამბობდა, რომ არ ქონდა ჯერ ემოციური სტაბილურობა, არ იყო სწორი დრო და შესაბამისად მე ძალიან კარგად მესმის მისი. ეს ჩემი სახლია, თქვენ უკვე ყველა მიცით, მე მგონი. ბევრჯერ ნახეთ როგორც გადაცემაში, ასევე მისი ჩხრეკის დროსაც და შესაბამისად რაღაცნაირად ვთხოვე, რომ იქნებ მოსულიყო, იქნებ დრო ენახა და აი დადგა ის დრო, როდესაც ჩემთან დილაა, ჯერ ლოგინი გასწორებული არ მაქვს. და აი დადგა ის დრო, როდესაც საბოლოო ჯამში მითხრა, რომ მაინც შეეცდებოდა, რომ კესარიაზე ესაუბრა და გადავწყვიტე, რომ ის დამეპატიჟებინა არსად სხვაგან, ვიდრე ჩემს სახლში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დიალოგი უნდა იყოს ძალიან ოჯახური, მყუდრო, სადაც არ იქნება ბევრი ადამიანი, სადაც არ იქნება ბევრი თვალი. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მას შემეთავაზებინა ჩემი სახლი მას პინძლობისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ კესარიას დედას თუ სადმე უნდა უმასპინძლო, ეს არის ჩემი სახლი და მინდა მასთან ვისაუბრო ყველაფერზე. აბსოლუტურად ყველაფერზე, ამიტომ ახლა მე ძალიან თხლად, ძალიან სადაც მომემზადები, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ სახარო ერთგვაროვანი იყოს. შენ თუ დააკვირდებით ჩემი თავისმოვლის რუტინაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ქართული ბრენდები. ეს არის სულ ჩემი მაკიაჟი. 400-ზე შეხვედრა მაქვს. ძალიან მინდა რომ ამიტომ მოვასწრო. ინტერესებს ვსად ვარ. ძალიან ძალიან მადლობა და რომ ჩვენ დავსახდით. გულისა უნდა დაგიძახოთ ხოლმე, ესე გეძახთათ? კი ბატონო, კი. ეს მისი ექსკლუზიური სახელი იყო? ეს ჩემი დაბადებიდან ბავშვობის სახელია, მაგრამ როგორც ასეთი მას არ აინტერესებდა გულისა, როგორ ჟღერსო და დაგიძახებ ალისასო, მაგრამ ახლა ჩვენ ასე დავიძახოთ ცელებურად. ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს დედასთან, ხო? კი, გადასარავით და ძალიან ამ დახატულ გოგონებს დედას აჩვენებდი მაშინ? კი და დედა ჩემის თხოვნით ერთხელ მითხრა რომ ბიჭიც დახატეო და ავიღე და გადავწყვიტეთ ამეხატა ბიჭი. გოგოები მართლა ძალიან ლამაზი გამომდიოდა და ძალიან კარგს ხატავდი და ბიჭი ისეთი საშინელება დავხატე რა დედა ჩემო მითხრა აღარასდროს აღარ დახატო ბიჭი ყოველთვის გოგოები დახატეო და მაგის მე ესე გავაგრძელე. მე უკვე საკუთარ თავზე გადავედი ხატვაზე. ხალბატონოთი ვერ მოგმართავთ, ძალიან ახლობასდა ხართ. გულისას დაგიძახეთ. მე მივიღებ. მინდა რომ ბავშვობიდან დავიწყო. აი ჯერ ერთი იმიტომ რომ თქვენგან მოყოლილი პირველია ეს ამბავი და ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემი სტუმარი ხართ. აქვე მინდა ვთქვა რომ მე და კესო ერთმანეთის გულშემატკივრები ვიყავით. და იშვიათი იყო ადამიანის რაღაცა ფორმაში ყოფნა, სილამაზის, აი ესეთი აღფრთოვანება იცოდა თუ ოდნავ მაინც ფორმაში დაგინახავ და აი მართლა ძალიან გულშემატკივარი იყო ყველა გოგოსი მე მგონი საერთოდ ყველა ამას იტყვის და დაადასტურებს. და რადგან პირველად გვეძლევა შესაძლებლობა რომ თქვენ მოგისმინოთ და კესოს ამბავი თქვენგან, თქვენი მხრიდან მოვისმინოთ, ძალიან საინტერესო ბავშვობა. მაინტერესებს კესოს ბავშვობა? იყო ფაქიზი, ნატრიფი, სუფთა, კოხთა, ხალხთან ურთიერთობაში თბილი ძალიან. რა ვიცი, უფრო განსხვავებული, უფრო შესამჩნევი და ასეთი რაღაცა. განსხვავებული როგორც ასეთი, უფრო გოგოებისკენ მქონდა ტოლვა და უფრო სარკისკენ და უფრო მოწესრიგება და ასეთი რაღაცა სულ მისი ჰობი იყო რა. აი დღეს ვინც ვარ ხედავდი იმ ყველაფერს ბავშვობაში. ასეთი გინდოდა რა. კი, გარეგნობასაც ხატავდი ჩემნაირ კოკოებს ბავშვობაში. მე 5 კლასიდან ყოველთვის ვცდილობდი რომ ჩამეცა 2 ზომით პატარა ფეხსაცმელი, იმიტომ რომ ფეხი არ გამზარდა. მე ყველაფერი მქონდა გათვლილი პატარაობიდან. ბაღში როცა მიმყავდა მთხოვდა რომ არიქა კაბა ჩამოცი დედია. მაგრამ კაბა ისე ნერვიულობდი მე რა თუნდა კაბა. იზოლებული გახდი ჩავაცი კაბა და წავიყვანეს. ანუ ეს ხო იშვიათად ხდება საქართველოში, ასე არ ხდება? კი, იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, ვინერვიული, მაგრამ ბავშვი რაღაც უნდა ბედნიერი იყო, მეც ასე მიყრე. და ბაღში როდესაც მივიდა კესო კაბით, როგორ მიიღეს? არაფერი, ჩვეულებრივად იყოსო და რა ახლა.
არაფერი ამაზე რეაქცია არაფერი არ ჰქონდათ. და მაშინ თქვენი აღქმა როგორი იყო ამ ამბების? როგორ უყურებდით ამ? დაეჭვის თვალით უყურებდი ყოველთვის. დედაჩემი არასოდეს ჩემთვის ესე ვთქვათ ზურგი არ შეუქცევი და ყოველთვის იბრძოდა იმისთვის რომ ეს ყველაფერი მისაღები ყოფილიყო თუნდაც ჩემი ეს წლების წინ გეუბნები ჩემი ნაცნობისთვის ახლობლებისთვის და ასე შემდეგ მიხარობდა რომ რაღაცნაირი რო იყო ძალიან თბილი და ძალიან რაღაცა რა ვიცი განსხვავებული? დიახ. ირგვლივ ყველასგან? ყველასთან ყველა ოჯახის წევრისგან? ყველა ოჯახთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა და რა ვიცი ყველას დეტალებში აგვირდებოდა ასე რატო შენ რასე რატო რაღაც ასეთი იყო მამამისიც ჩვეულებრივად იღებდა ამ ამბავს ბიჭიკაბიც ბაღში კი ახლა მამამისი მუშაობდა სხვათა შორის და იმდენს ვერ ხედავდა როგორც დედა ისეთი ურს ასეთი ისიც მიეჩვია რა უნდა ეკნა ოჯახიდან ყველაზე ბოლოს ვინ იყო, ვინც მიგიღო? ხო, მიგიღო ესე მამამ ალბათ უფრო ყველაზე გვიან. მაგრამ მიგიღო. თუმცა დაკარგული არავის არ ყავდი არც. დედა და მამა ერთად ცხოვრობენ? როდის იყო ეს რამდენი წლის მერე ქონდა მამასთან ესეთ მამა-შვილური ურთიერთობა როდის აღდგა? რა ვიცი, დიდი ხანი ალბათ. რა ვიცი, წლებია. ხო არა? ხო, მამა ჩემთან მშვენიერი ურთიერთობა ჩემი მეგობრებიც მივდივართ ერთად დაგვილებია ასე შემდეგ. ხო არა? ეს რაღაცა ბავშვობიდან ჩაუთვალეთ ნორმად. დიახ. ნორმად. მიუხედავად იმისა, საზოგადოება ამას როგორ მიიღებდა? როგორ მიიღებდა ზოგს არ მოსწონდა. რატო ისე, მაგრამ ჩვენ გაჩერებული ვიყავით, ჩუმად ვიყავით. ანუ რჩევები იყო ირგვლივ, რომ ეს არ შეიძლება. როგორც ასეთი იყო, მაგრამ ჩვენ ვიყავით გაჩერებული, რომ მას ასე უნდოდა. და ამაში ხედავდით ბედნიერს ქვეშვილს. კი ბატონო, როცა ბედნიერია შენი შვილი ყველაფერს აკეთებ ამისთვის. ეს ხო იშვიათად ხდება. თქვენ თვითონ რითი ხელმძღვანელეთ ეს? თქვენი შინაგანი ბუნება იყო ეს და შინაგანად ჩვენ ასეთი ვართ საერთოდ, შინაგანად დამთმობი, თბილი, თავისუფალი. ეს ყოველთვის ვიყავი უშერი, იმიტომ რომ ყოველთვის მე თვითონ ვცდილობდი, რომ ყოველი დღე და ყოველი ფურცელი მეცხოვრა სწორად და სუფთად. და არასოდეს არ ყოფილა ეს მომენტი, რომ ადამიანებში რაღაცა მეგრძო აგრესია და არ მქონია ეს მომენტი, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ პიროვნება თვითონ ურთიერთობაში გარედან შეიძლება ეკრანიდან სხვანაირად ჩანს, მაგრამ როცა მიცნობ და ურთიერთობაში შემოდიხარ და როცა მხედავ, აბსოლუტურად სხვა აღქმა უჩნდებათ ადამიანებს და პირიქით პოზიტიურად და მიყვარს იუმორი და აბსოლუტურად სხვა ტიპი ვარ რა შინაგანად. ესო, ესეთი რეალიზებული და ძალიან განსხვავებული იყო ალბათ ამიტომაც, არა? შეიძლება რა ვიცი. იმიტომ რომ ზოგადად ხო ამბობენ რომ სამყაროში დედა წარგადგენს, ესა დედა შენ წარმდგენი და ეს თავარი ჭიპლარი მაინც დედასთან არის და შესაბამისად თუ დედისთვის მიღებული ხარ, მე ხარ მიღებული ყველასთვის. დიახ, პირველი დედა ამ ქვეყანაზე. მეც ესე მგონი. ყველაზე მნიშვნელოვანია დედაჩემის აზრი. ჩემი ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად შეიძლება ვიღაცებს გაუკვირდეს, მაგრამ ჩემი ყველა ნაბიჯი იცის დედაჩემმა, ჩემმა ოჯახმა და ჩემი ოჯახის შეუთანხმოებად მე არც ერთ ნაბიჯს არ ვდგავ, იმიტომ რომ დედაჩემის აზრი ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბევრ რამეს, თუნდაც დღეს რო სტუდიაში ვარ, არასდროს არ ვდგავ ისეთ ნაბიჯებს, ყოველთვის ესე ოჯახურად ვგეგმავთ რა როგორ რანაირად და მე შეიძლება იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეუნები, თქვა თითოეულ ჩემი ნაბიჯი რას მომცემს. ბავშვობიდან ესეთ ლამაზი იყო? ძალიან. გოგოსთვისაც მეტად ლამაზი. ბრეხილი წამწამი, გულნოსაც ხვირი, ლამაზი ტუჩი, თეთრი სახე და რიჟა თმები. ძალიან ლამაზი იყო. როდის მიხვდით რომ ესო არ იყო სტანდარტული ბიჭი? და უკვე უნდა ამასთან ცხოვრება უნდა დაგეწყოთ. 14 წლიდან რომ წავიყვანე ეს პროფესორებთან და მითხრენ რომ ჰორმონები აქვს ძალიან მოჭარბებული ქალის და მისგან კაც მოელოდები. ექიმა. დიახ. ჩვენ არ ქონია ამაზე დიდი კამათი და დავა და მეც არ ვიყავი წინააღმდეგი, იმიტომ რომ მე ვიყავი გრძნობდი აბსოლუტურად ქალად თავს და
წავედით და ჩობოთ ექიმმა უთხრა, გაიკეთებს ქეის სიცოცხლის ოპერაციას და ის იქნება აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალი და იქნება ძალიან ბედნიერი. დედაჩემს უთხრა ეს ძალიან მარტივად და მე ვერ გეტყვი რომ ის დედაჩემა ძალიან ესე იოლად გაიგო ეს ყველაფერი, ნუ რთული იყო მისთვის, მაგრამ ეს იცოდა დედაჩემმა და აქედან გამომდინარე ეს ტვინში ქონდა და აზრი არ ქონდა ამასთან ბრძოლას. ეს იცით რატომ მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ფიქრობს რომ ეს არის არჩევანი. და ეს რომ არჩევანი არ არის, ამის ნათელი მაგალითია კესო, რომელსაც ფიზიოლოგიურად ექიმებმაც კი უთხრეს, რომ მისი ჰორმონებიდან გამომდინარე მისგან კაცი ვერ დადგებოდა. როგორ მიიღეთ ეს პასუხი ექიმს? ეს იმ პერიოდში, ესე იგი 1000 ადამიანიდან შეიძლება ორი ყოფილიყო. ხო. იმ პერიოდში. როგორ უნდა მიმეღო? ვიფიქრე დიდი ფიქრისა იმისგან, მივყევი მას რაც უნდოდა. რა ნაწილში იფიქრეთ? საზოგადოება როგორ მიიღებდა? არა, მე უნდა დამდგარიყავი გვერდით. დიახ, საზოგადოება მას არასდროს არ მიიღებდა. ეს ხომ საქართველოა. დიახ. და ამიტომ ანუ ფიქრობდით თქვენ როგორ გემოქმედათ? არა, მან იცოდა როგორ ემოქმედა. მე უნდა მიმეცა მისთვის სტიმული. ნუ გეშინია აგერ. როდესაც ეს სიტყვები უთხარით, რომ დედა აქ ვარ შენს გვერდით, დარწმუნებული ვარ, რომ ამას თქვენგან ელოდა. კი ბატონო. ეხლა მე რო გიყურებთ, მგონია რომ ამას ეტყოდით თქვენ შულს. კი როგორ არა. ოჯახის ყველა წევრმა ესე მიიღო ეს ამბავი? არა, არ მიიღო, მაგრამ როგორც ასეთი თანდათან ეჩვევით ყველაფერს ვეჩვევით, ოჯახის წევრიც. და ყველა. რაღაც წინააღმდეგობები მქონია, მაგრამ ისე რომ რაღაც სერიოზული და ეს როგორც თქვენ მითხარით რომ ეს ოჯახიდან ეს ურთიერთობა არის არ მქონია მე ჩემ ოჯახთან, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის უპირველესი, ძვირფასი და მე არის უკვე სხვა დანარჩენის აზრი. ის რა მაინტერესებს, ის რომ შენ პიროვნებად შედეგი, ეს არის ოჯახის დამსახურებაც? კი, რა თქმა უნდა. ის რომ არ გაქვს კომპლექსები, არ ხარ დათრგუნული, მე დარწმუნებული ვარ რომ არის პრობლემები და თუნდაც ის რომ შენ ისეთი ძლიერი ხარ რომ არ ამბობ ამას. კი, იმიტომ რომ ოჯახის ბრალი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას, როგორ ოჯახში იზრდები. და უკვე მე საზოგადოება მას დაიწყო მიღება. დიახ, ძალიან ძნელი იყო. ძალიან ბლომად მაგრად იბრძოლა ყველაფერი ისე გააკეთა რომ ზოგმა მიიღო, ზოგმა ვერ მიიღო, ზოგმა დასცინა, ზოგმა ისე, ზოგმა ასე, მაგრამ საბოლოოდ მიაღწია რაც უნდოდა იმას. მაგრამ დრო დაჭირდა ამას. დრო და ძალა მისი მხრიდან. დიახ. ნებისყოფა, სიმამაცე, გამბედაობა. იმიტომ რომ კესარია იყო ის ადამიანი, რომელმაც თემის მიმართ ლოიალური გახადა ძალიან ბევრი. კი ბატონო. მე ესე მგონია და ესე ვუყურებ. თავარი თვისება მაინც რა იყო მასში, რაც თქვენ გამბედაობა, სიმამაცე და ხალხისადმი სიყვარული. კი. ადამიანები უყვარდა ძალიან. ისეთი გულშემატკივარი იყო, სხვისი წარმატების იყო, ეს საოცრად შეეძლო, რომ გამოეხატა მისი ეს მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ზოგჯერ მიკვირს ხოლმე ისეთი რისკები, ისეთი ნაბიჯები გამიკეთებია ჩემ ცხოვრებაში, რომ აი მე ვაკეთებდი ამას, დღეს ვეკითხებ ჩემ თავს. ის ეტაპი დადგა თქვენ ცხოვრებაში, რომ თქვენი შვილი თიამაყეთ? კი. რომ ახლაც ვამაყობ. რა თქმა უნდა. მაგრამ აი ყველაზე მეტად როდის მოვიდა ეს, რომ მიხვდით, რომ შეძლო? აი შეძლო, მაგრამ წერვალზე ასულა და როცა თვითონ ბედნიერი და როცა ხალხმა მიიღო. ქუჩაშიც, როდესაც ღია სივრცეებშიც ნაკლებად იყო ბოლოს უკვე ბულინგი კესარიაზე. ხო, უბრალოდ მიეჩვია ხალხი. კი. ხშირად გეუბნებოდნენ, რომ თქვენ გავთ? კი, ძალიან გავთ. კი, ამაყობდა დედით. მე ასე ვიცი, რომ ამაყობდა ძალიან. და მეც ვამაყობ მაგით, რა უნდა ვქნა. როგორ აგრძელებთ ცხოვრებას? ის ცოცხალია ჩემთვის.
ყველაზე მეტად როგორ რაში გრძნობთ რომ თქვენს გვერდით არის? აი რაღაცის გადაწყვეტა მინდა და ვერ ვასრულებ რომ როგორ და რაღაც ძალას მაძლევს რომ ეს შენ უნდა გააკეთო. ეხა პირიქით ის რომ ახლა აქ რომ მოვედი ალბათ ეს არის ემოციის ძალა რომ ვსულიყო. მე ვარ დარწმუნებული რომ ის ამით მაყოფილი იქნებოდა. ძალიან გეყარ დედას. და ძალიან ლამაზი დედა ყავს. ძალიან მინდოდა რომ დღეს მოსულიყო გადაცემაში, თუმცა ესეც მესმის რომ ასეთი საჯარო გამოსვლისთვის ის ჯერ მზად არ არის, თუმცა მინდა იმედი დავიტოვო რომ ეს დღეც დადგება. რა თქმა უნდა ერთად მოხდა რომ სტუდიაში წავიდეთ, რაღაც ჩავწეროთ. მითხრა რომ მე რომ დომებოდა კამერების წინ, მე შესაბამისი სილამაზეც მქონდა, ნიჭიერებაც და მე გავხვდებოდი აუცილებლად celebrity ცნობადი სახე ესე ვთქვათ. და ნუ არ ვარ მზად, ნუ არ არის გამორიცხული იყოს მზად. მე მინდა რომ რაღაცები აღდგენინოთ ახლა და რაღაცები გაგახსენოთ, ამიტომ წინასწარ ბუდიშკი ხდით და კიდევ ერთხელ თუ იტყვით რომ ეს თქვენთვის რთულია, ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. რამდენად გიყვებოდათ ამ ბიჭის არსებობის და პრობლემების შესახებ მის ცხოვრებაში? გაშლილად არ ამბობდა რომ რთულ სიტუაციაში იყო. გვიყვარს ერთმანეთი და ესეთი რაღაცა. ასეთი სიტუაცია თუ იყო, მე არ ვიცოდი. იმიტომ რომ არ მეუბნებოდა რომ მე არ მენერვიულა. ბუნებრივი. ისე როგორც ადამიანი, რა ვიცი ხა შეიძლება გაიგოს მისმა ოჯახმაც და ალბათ მიყურებს, მაგრამ არ მომწონდა რაღაცა ტიპიურად. რა ვქნა პირდაპირ მინდა ასე ვთქვა. დიდ ბუდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ეს ბიჭი არ მომწონდა. და ვეუბნებოდი სულ, ეს არ არის შენი საქმე. ის თქმა არ შემიძლია. არ მოგწონდა ჩორიდან თუ იცნობდით და რაღაცნაირად იყო ისეთი, რომ სულ რაღაცა უხეშიში ქონდა მიმართვები, აი ჩვენ სავე თბილი და ადამიანთან მიმართვა ასეთი რაღაცა არ ქონდა. რას პასუხობთ გესა? არაფერი ასეთია და გვიყვარს ერთმანეთი. ბედნიერი ხარ მეუბნები? კი. თურმე არ ყოფილა ბედნიერი. როდესაც კასო გარდაიცვალა, მაშინ ვეძებდი ჩვენს მიმოწერებს და სხვათა შორის ჩემთვისაც კი აქვს მოწერილი რაღაცა რთული პერიოდი მაქვს, ახლა წასული ვიყავი ომწერ და ეხა გადავხედე ამ გადაცემამდე. მაშინ არ ელაპარაკებოდა როცა მე მომწერა, იმიტომ რომ მითხრა რომ რაღაცა პათოლოგი, ეჭვიანი, როგორც ჩანს არ მალავდა კესო, ანუ სადაც მე მიყვებოდა, სადაც აი მაიას უფრო გულწრფელად ასათიანს. როგორც ჩანს ადამიანებს მაინც უზიარებდა მის ამ სირთულეებს. კარგია, მაგრამ ბოლომდე უნდა გაიზიარებია. საჭიროა იქ უნდა ეთქვა, რომ უხეშა იყო და არ იქცეოდა კარგად. უნდა ეთქვა პირდაპირ. ესეთი ძლიერი იყო და რატო დამალა, არ ვიცი. რისთვის დამალა? ხო არ გონიათ რომ ეგონა რომ იმდენად ძლიერი იყო, რომ გაუმკლავდებოდა. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი პერიოდი, ასეთი პოპულარული ადამიანი ხარ. და არ გინდა საშკარავზე გამოიყვანო რაღაცა. ის შენი თავის პატივისცემის მიმართ და არა იმისი პატივისცემით. შეიძლება მას არ აწყობდა, ან არ უნდოდა. ვერ გავიგე. ბიჭს არა ჩემშულზე ვამბობ. როგორ გიყვებოდათ ამბავს, ანუ ამ ბიჭ პრობლემა ქონდა საჯაროობის თუ არაფერი ისეთი. ახლა შეყვარებულებს სულ რაღაცა აქვს თუ სიამოვნება და მე რიგდებიან, ხო ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ასე დეტალებში მე არაფერი ვიცოდი. ის დღე როცა გაგაგებინეს ეს უბედური ამბავი? საშინელება. მე შოკში ვიყავი. არ ვთქვიათ მომატყუეს, თითქოს მონატყოფაში იწვა. ძნელია. ეს გაგრძელება უკვე როგორი იქნება 10 წლის შემდეგ? ეხლა სულ სხვა ქალი ხარ. 10 წლის შემდეგ იქნები.
აბსოლუტურად სხვანაირი. როგორი? აი როგორად წარმოგიდგენია შენ თავი? შენი ოცნებები ხო ხდება ხოლმე? ხო? წითური ვიქნები აუცილებლად 10 წლის შემდეგ. ზაგარი საერთოდ არ მექნებოდა ვიქნები ძალიან თეთრი. ძალიან წითელი პომადებით და აბსოლუტურად სხვა იმიჯით. უფრო მე წლები არასოდეს 10 წელი იქნება შარვალი არასოდეს უფრო ვიქნები, უფრო ცოტა გასპორტულებული. ცხოვრება როგორი გიქნება? ბევრად უფრო დაალაგებული ვიდრე დღეს ალბათ. არ გაგდალაგებული, ანუ? არა, მე ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას. ხვარიშვილი გეყოლება 10 წლის მერე. ხო, ალბათ ხო. ხო, ეხლა ეს არის ის, რაც გინდა 10 წლის შემდეგ. აი უკვე ისე მეკითხები, რომ ზუსტად იცი, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ. ანუ გრძნობ, ხო? გრძნობ. ალბათ მეყოლება კი 10 წლის შემდეგ. კი, მეყოლება. საფრთხის მოლოდინი როდეს მქონიათ კესოს განაირო რამე არ დაემართ. სულ რაღაცა მქონდა ისეთი, რომ რამე არ დაემართოს, ვინმე რამე არ დაუშავს. ხო, ძალიან რაციონალური შიშია. ეს დედობის ინსტინქტია უბრალოდ, რომ ეს ყველა დედა ასე იმაშობავა ჩემს შვილს, როგორ არის, სად არის, ასე. მაგრამ უკვე დიდი იყო და ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა და მესმოდა მისი და ეს თუ მოხდებოდა ნამდვილად არ მეკონა. ეს არის საშინელება. განაჩენი რომ ყვაყოფილი ხართ. კი. ის გარეთ სინათლეს რაოდა მაგას გარეთ. ამ ამბის მერე მისი ოჯახის ან თვითონ ამ ადამიანის ნახვა ან რამის გაგზავნა მესიჯის რა უნდა გაგზავნათ ხო? გიცდიათ ამ არასოდეს აზრი მითხარი რა. მე უნდა რატო უნდა გამეგზავნო? მე ვარ დამნაშავე. არა, ბრაზით უნდაც, თქვენი ბრაზი, თქვენი წყენა. უსამართლობის განცდა. ბრაზი კი მაგ შიგნიდან, მაგრამ აზრი. და ოჯახმა ბოდიში მოგიხადათ? არა. ტელევიზიით დედამისმა რაღაცა თქვა. რამდენი ხანი გაგიჭირდათ ადაპტაცია ამ სამყაროსთან, როცა მიხვდით, გაიაზრეთ, რომ კესოს გარეშე უნდა გეცხოთ, ფიზიკურ სიახლოვეს გულისხმობ ახლა. ახლა მე მყავს კიდევ ერთი შვილი, ისე კი. ისიც უნდა ვიცოცხლო და ჩემს შვილსაც ვჭირდები. და იმის იმედი მაქვს, რომ ერთ იქ წავიდე. ბელოგები წუთებს. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რისი ნახვა მოუნდებოდა კესოს ამ გადაცემაში? კესოს ძალიან უნდოდა მასთან ერთად ყოფილიყავი გადაცემაში. მაგრამ მე არ მაინტერესებდა ახალ გადაცემა. ფოტოებს მიგზავნი და თქვენსაც მე განახებთ და მეუბნებოდა ნახე რა ლამასია დედაჩემ და მეუბნებოდა რომ გეხვეწები დაითეხო და მეუბნებოდა რომ გამორიცხული, იმიტომ რომ თქვენ შექმნით ძალიან განსხვავებული და გამორჩეული და იშვიათი მოდელი, რომ შვილი მიიღეთ ისეთი როგორიც იყო. და ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა და მოკეთ მეუბნებოდა რომ ესა წარმოუდგენელია და ეხლა რადგან აი ამ წარმოუდგენელს გადააბიჯეთ, მივხვდი რომ სრულად გეძნიერია ვიცი. ხო, მივხვდი რომ სრულად კესოსთვის გააკეთეთ ეს. აი არ ქონია საკუთარ თავთან მომენტი, რომ მოდი მე წავა ქვეყნიდან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ ყველა მაგას მეუბნება, რომ ყველა სხვა ქვეყანაში ბევრად უფრო წარმატებული იქნები და ძალიან ბევრი მეუბნება მას მეგობრები, ვინც უცხოეთში ანუ უარი გეთქვა ამ ყველაფერზე და ყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი. ძალიან ბევრი შემოთავაზება და რატო არ წახვედი? აი, ქონია ის მომენტი, რომ დავყრი ფარხმალს, აღარ შემეძლია. იცი რა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, ის ყველაფერი არ გამეკეთებია, ის სადაც დავიბადე და ეს ყველაფერი ყოფილიყო ძალიან ჩვეულებრივი და ამით მე ალბათ დაუმტკიცე საზოგადოებას და საერთოდ ყველას, რომ ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ ვართ ადამიანები და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და ვართ ინდივიდუალურები და არავის საქმე არ არის სხვისი ცხოვრების განსჯა. თქვენი აზრით, რაც უნდოდა, ხომ ყველაფერი გააკეთა? კი. ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ბევრი მიზნებიც ჰქონდა. რამდენი წლიდან ცხოვრობდა სულ მარტო? თუ 15, თუ 14. და არ გეშინოდათ რომ რა იღსთათ? კი, შინოდა როგორ არა. მაგრამ ისეთ ადამიანებთან იყო, რომელსაც შიში არ მქონდა. კი როგორ არა ვკითხულობდი რამე, მაგრამ ჭკვიანი იყო თავიდან ძალიან. გამბედავი და რაღაც. წარმოიდგინე ახლა მარტო წამოვიდა თბილისში, დაიწყო მუშაობა ზიზისთან ერთად. რა ვიცი. ზიზი ძალიან
დიდი მადლობელი ვარ ზიზისი ძალიან საყვარელი და აქედან მინდა დიდი მადლობა გადაუხედო რომ ჩემი შვილი შვილს შეასწავლა ეს მაგიაჟი ეს თმის ვარცხნილობა და შრომობდა ძალიან ბევრს. კი როგორც თავის თავზე, ისე აი ფიზიკურად შრომობდა. კი ბატონო და ეს თქვენი კონტაქტი, მასზე ინფორმაცია, რაღაცა მეთვალყურება, აი 14 წლის ბავშვი რო დედაქალაქში ამ ქაოსში ჩავიდა, რა იყო მთავარი შიშები? ვაკითხავდი ერთად რაღაცას ვაკეთებდით საუბრობდით ნუ გეშინია მეუბნებოდა და ასე მე თვითონაც მუშაობდი, მთელი ბავშვობა მუშაობდი. ხო, მე მახსოვს თავის დროზე სამსახურში მიღებაზე, როცა იყო პრობლემა და ხვირწინკარს გეხურავდა. კი, კი, გამახსენდა, კი. დაახლოებით 10 წლის წინ დავდიოდი ესე და ძალიან ბევრ ადგილას მითხრეს უარი. დღეს სადაც უარი მითხრეს მაგ ადგილებში სხვებს ვაწყებინებ მუშაობას. და ყველაზე რთული პერიოდი თქვენი აზრით როდის ჰქონდა? რთული აზრი როდის ჰქონდა, იცი, აი როცა იწყებს ადამიანი რა უნდა ჩაიცვას მაგალითად. ხო. არის სკოლის პერიოდი. ხო. და უნდა ჩაიცვას ტანსაცმელი ბიჭის შარვალი კოსტუმი თეთრი საროჭკა ბაბდა. არა, ეს არ უნდა. იყო ცოტა ხანს ვიღო, მე გადაიცვალა სხვა რაღაცა. უფრო გოშკურად, უფრო თმები გაიგე და წარბები და ფიქრობდი რატო. ეს იყო ძალიან რთული რაღაცა. ადაპტაცია მესმის. მაგრამ შევეჩვიე მეც. აი უკვე სკოლის ასაკში უფრო მეტი სირთულე არ მოიტანა მისმა განსხვავებულობამ. კი. რა იყო მთავარი სირთულე, რაზეც თქვენ გიწევდათ მუშაობა? ახლა მასწავლებლებთან უფრო რა იყო? ერთი ეკლესიაში დადიოდა, სიამოვნებდა, მაგრამ იქ დედაო მოთხრა, შენ ვერ გაერკვიე შენი მასიო და მე არ წასულა. ეს ბევრ ამის ნიშნავს. სკოლაშიც იყო რაღაც წინააღმდეგობები, მაგრამ გადალახა. გადალახვაში გულისხმობთ იმას, რომ არ ეპუებოდა ისევ თავი. მოცილდა იმ ტერიტორიას, მოცილდა იმ ჩვენ სამყაროს და გადმოვიდა თბილისში. აჰა, ესე ეს იგი იყო გადალახვა. ხო, გამოიქცა. გამოიქცა იმ სირთული გარემოდან, იმიტომ რომ მიხვდა რომ იქ ვერ დაძლევდა. დაძლებდა. და თბილისში ალბათ ბევრად თავისუფლად გრძნობდა თავს. კი ბატონო. ძალიან მინდა რომ რაღაც ისეთი გითხრათ კესოზე, რისი მოსმენაც მას ძალიან გაეხარდებოდა. აი მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ სუქთხოვდათ რომ იყავი ეთერში წამოდი, გარდა იმისა რომ ყველასთვის უნდა დაეჩვენებინა მისი გენეტიკური მთავარი ხაზი, რა სილამაზეზე დგას. ამის გარდა ალბათ რაღაცის მოსმენაც უნდა თქვენგან. და თქვენი აზრით რა უნდა რომ თქვენგან მოესმინა? მას უნდა მე სულ პოზიტიური ყოფილიყავი. სულ ყოველწუთას ლამაზად რომ გამოვიყურებოდე. მე რამეზე არ ვინერვიულო. მე რომ კარგად ვიყო და რა ვიცი, ასე რომ ვეთყოდი და მე კარგად ვარ და მიყვარხარ ძალიან. და ბოლოს აუცილებლად უნდა გითხრათ. რას ეტყვით დედებს? რომლებსაც ახლა ყავთ პატარა შვილები, ბიჭები, უნდათ ჩაცმა კაპის და ასე შემდეგ. რას აი თქვენი ამ განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რას ეტყოდით მათ? ეს არის ყველაზე რთული სიტუაცია და ყველაზე რთული შეკითხვა. მაგრამ არის ისეთი ადამიანები, რომელსაც შვილს ვერ ღებულობენ. ესე იგი, როგორ გითხრათ, შვილია არ მოსწონთ, მაგრამ სახში არ აჩერებენ. ეს ხომ საშინელებაა. იმათ ამოუდგეთ რა მხარში და მიიღონ როგორც მას უნდათ. კარგი ვერ აკეთებენ, მაგრამ მაინც ის ხომ ადამიანია, ის ხომ სენი შვილია, ის შენი სისხლი და ხორცია. დამოუდგენ მხარში და მიიღონ როგორც არის. ანუ ამ გადასახედიდან ყველაზე სწორი ქენით. დიახ. რომ ისი ცხოვრებით აცხოვრე. და კიდე მინდა ერთი დავამატო კესარიას შესახებ. კესარია მარტო მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო. ის იყო ბუნებრივად სულიერი ადამიანი, რომელიც შეეძლო ყველა ადამიანთან ურთიერთობა. პატარასთან პატარასავით ექცეოდა, დიდთან, მოხუცთან, რა ვიცი. ეს რა იყო ადამიანი? ძალიან რომელსაც ადამიანი ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმის ახლა
შეიძლება ზოგს არ სიამოვნებს ჩემი შეხედვა, ზოგს ასე, ზოგს ისე, ზოგმა ცუდი თქვას, მაგრამ ვინც ცუდ სიტყვის, ისიც კარგად იყოს. ის რაც ახლა უნდა გაჩვენოთ, ხდება პირველად ინოვას კლინიკაში და ამას პირველად მოახდენს დავით აბულაძე. ანუ რობოტი ჩაატარებს ოპერაციას. იცით რომ ამბობენ რომ უფრო ზუსტია, უფრო ეფექტურია და უფრო დაზღვეულია, თუმცა რობოტთან ოპერაცია? ნახოთ რობოტი როგორ ატარებს ოპერაციას. ჩვენ მემზადებით რობოტთან შესახვედრად. ანუ ქირურგი რობოტი. ანუ დავით აბულაძე და რობოტი. რობოტუნასთან ერთად? რობოტუნასთან. ეს ოპერაცია ხო რობოტუნათი. ეს ინტერესო. ზადვარ რობოტთან შესახვედრად. და რომელი გიქშამდა? ცოტა წარმოსადგენად კი მგონია რომ რთული ამბავია რა თავზე რომ რობოტი გადგას. პაციენტი რო იძინებს მე ხდება ამ შემოყვანა. მომეცეთ მიკროფონი გაგიკეთოთ. პირველ რიგში უნდა გკითხოთ, რატომ გახდა ამის აუცილებლობა? ნუ რობოტული ქირურგია საერთოდ მთელ მსოფლიოში ფართედ არის დანერგილი. ინოვას როგორც ესეთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური კლინიკა შეუერთდა ესე ვთქვათ ამ რობოტულ ერას. იმიტომ რომ არის მთელი ტიპი ოპერაციები თანამედროვე ქირურგიაში, განსაკუთრებით ონკოლოგიაში, ბარიატრიაში სხვა შორის, სადაც რობოტით გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ნაკლებ ტრაუმულია, უფრო ზუსტია. იმიტომ რომ წავიკითხე, ChatGPT-ს ვკითხე და ზუსტად მაგათიათ ჩამონათვალში ჩამომითვალა მისი ბენეფიტები. ანუ რომ უფრო ზუსტია, უფრო ტრაუმა ნაკლებია. ტრაუმა ნაკლებია ქსოვილების, უფრო ფაქიზი ნაკერიედება, შესაბამისად უსაფრთხოება, ვთქვათ, ესეთი გართულებების, როგორც არის სისდენა ნაკერების უკმარისობა, ვთქვათ, და შემდგომი რეაბილიტაციის გამარტივებაც პირდაპირ კავშირში არის ამ რობოტულ ქირურგიასთან. ზოგადად რობოტული დანახარჯი ადრე თუ იყო, ვთქვათ, რაღაცა 25,000 ფარგლებში, ახლა სადაც 4-5,000 დოლარამდე ჩამოიყვანა, ვთქვათ, ერთი ოპერაციაზე ნამატი, იმიტომ რომ რობოტის კეთებდეს. თუმცა სხვა ბენეფიტები აქვს, რა გაცილებით დიდი. უფრო დაზღვეულია პაციენტი. უფრო დაზღვეულია, რა თქმა უნდა, პაციენტი. ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ იყოთ აქ და ოპერაცია ჩაატაროთ სხვა ქვეყანაში? ეს ცოტა რთული წარმოსადგენია ამ პირველ ეტაპზე, თუმცა რეალურად ამ რობოტს აქვს მაგის საშუალება და ჩატარებულა არ არსებობს. შტატებში კლინიკა, სადაც ქირურგიული კლინიკა, სადაც რობოტი არ დგას. ევროპაში არ არსებობს უკვე პრაქტიკულად დიდი კლინიკა და დიდი ონკოლოგიური ცენტრები, სადაც რობოტი არ დგას. ეს მიანიშნებს მაღალ კლასზე კლინიკის? რა თქმა უნდა. ეს მიანიშნებს კლინიკის მაღალ კლასს. ჩვენთან ეს მიმართულებები იქნება ძირითადში. ესე იგი გინეკოლოგია, პროფესორი რაკი თოდუა იქნება, მაგისი დინგაინოვას ხელმძღვანელი. უროლოგია პროფესორი გიორგი ხვადაგიანი ჟურნალისტის ინსტიტუტიდან იქნება. მე ზოგადი ქირურგი დათო აბულაძე და ბარიატრიული ქირურგი და ზოგადი ქირურგი კიდე ლევანი ქოიავა. ანუ ეს ვართ ძირითადად ის პროფესიონალები, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, იქნება როგორც ნაცლაური სიმსივნეები, იქნება გურნალობა, რომელიც იდეალურია რობოტით, ასევე ჰეპატობილიარული სისტემის ონკოლოგია, ასევე გინეკოლოგიური ონკოლოგია და რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი არის უროლოგიაში კიდე. აი პროსტატექტომია ცალსახად რობოტით უფრო დამზოგველია, ნერვშემანარჩუნებელი არის. პაციენტს ამას თქვენ თავაზობთ თვითონ ირჩევთ თუ როგორ არის? არა, პაციენტს მე შევთავაზებ, თუ გსურს, გაგიკეთებთ რობოტით. და პაციენტი დათანხმდა, why not? რატომაც არა. მე ვერ დაგთანხმდებოდით. იმ რობოტს გვერდზე ორი ქირურგი უდგას კიდე, რომელიც ასე ვთქვათ, არეგულირებს გარკვეულწილად. და პასუხისმგებლობასაც ქირურგები იღებენ ამ შემთხვევაში და თუმცა რომ წავიკითხე კვლევარ ვიდრე ამ გადაცემაზე მოვიდოდი, კი, ბევრად უფრო ეფექტურია, ამბობენ რომ დაზღვევა ბევრად უფრო მაღალია რობოტის შემთხვევაში და მოკლედ აი რაც თქვა, სიფრთხილე, სიფაქიზა და მეტად უფრო ინდობს მოკლედ პაციენტს რობოტი.